როდესაც შიმშილობთ, თქვენი სხეული კვებიდან საკუთარი თავის მოხმარებაზე გადადის. შემომავალი კალორიების გარეშე ინსულინის დონე ეცემა და დაგროვილი ენერგია ხდება საწვავის პირველადი წყარო. გლიკოგენი იწურება, ხდება ცხიმების მობილიზება და უჯრედული გადამუშავება ჩქარდება. პროცესი, რომელიც ცნობილია როგორც ავტოფაგია, იწყებს დაბერებული უჯრედების მიზანში ამოღებას. ასაკოვანი უჯრედების, რომლებიც რჩებიან მეტაბოლურად აქტიურები, მაგრამ აღარ ფუნქციონირებენ ეფექტურად. ეს უჯრედები იშიბა ამინომჟავებად და სხვა სუბსტრატებად, რომლებიც ხელახლა გამოიყენება ენერგიისა და აღდგენისთვის. ამ შიდა გაწმენდის პროცესში ანთებითი სიგნალები შეიძლება შემცირდეს. რესურსები, რომლებიც ადრე მუდმივი მონელებისთვის გამოიყენებოდა, გადამისამართებულია აღდგენისკენ, ქსოვილების შენარჩუნებისა და უჯრედების განახლებისკენ, რაც აზიანებული კომპონენტების ჩანაცვლებას ახალი სინთეზირებული ფუნქციური უჯრედებით